მოგესალმებით და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. მიქაუტაძე ტოტენჰემს დაუკავშირეს. რა დაიწერა ესპანურ პრესაში? ვილიარეალის ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე კლავინდებურად ტოტენჰემის რადარზია. ამ ინფორმაციას ესპანური სააგენტო ფიშაჟეს ავრცელებს და წერს, რომ დეზები მზად არიან ქართველი თავდამსხმელის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონი ევრო გადაიხადონ. ტოტენჰემი დარწმუნებულია, რომ 25 წლის ფეხბურთელს პროგრესის მიღწევა კიდევ შეუძლია და საუკეთესო წლები წინ აქვს. დეზებს სჯერათ, რომ მისი ტრანსფერი შეტევას გააძლიერებს და ტომას ფრანკს მეტი ვარიანტი ექნება, რათა რთულ კალენდარს კარგად გაუმკლავდეს. ლონდონელები შეთავაზებას ამზადებენ და არის შანსი ესპანელებს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიაკითხონ. ვილიარეალს მიქაუტაძის გაშვების პერსპექტივა არ ხიბლავს და მას საკვანძო მოთამაშედ მიიჩნევს. ყვითელი წყალქვეშა ნავი მის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონ ევროს მოითხოვს და თუ გიორგი მაღალ დონეზე თამაში განაგრძო, მისი ფასიც გაიზრდება. ცნობისთვის მიქაუტაძეს ვილიარეალის მაისურით ყველა ტურნირის ეგიდით გამართულ 12 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. მის გუნდს 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ტოტენჰემში ტრანსფერთან დაკავშირებით, რადგან პრემიერლიგა ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა. თუ საუკეთესო არა. ტოტენჰემიც საკმაოდ დიდი ისტორიის გუნდია. მოკლედ რომ ვთქვათ, დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები. ხიშ თუ არა გიორგისთვის ლა ლიგის დატოვება და პრემიერლიგაში ტოტენჰემში გადასვლა. ვინც ამ წამს უყურებთ ამ ვიდეოს სამწუხაროდ უმეტესობას არხი გამოწერილი არ გაქვთ და ამ წამსაც დარწმუნებული ვარ, რომ ლაიქის ღილა გზა ჯერ კიდევ არ დაგიჭერია. არ დაიზარო, ეს წაგართმევს სულ რაღაც 3 წამს. ჩვენ კი ძალიან დაგვეხმარები ვიდეოს გავრცელებაში. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. ლივერპულის მთავარი მწვრთნელის არნე სლოტის განცხადებით, ალისონ ბეკერი ნოტინგემთან მაჩისთვის მზად უნდა იყოს თუ პარასკევის ვარჯიში წარმატებით ჩატარდება. ალისონი, რომელმაც ტრავმის გამო პრემიერლიგის 5 და ჩემპიონთა ლიგის 2 მატჩი გამოტოვა, სავარაუდოდ ხვალ დაბრუნდება, რაც გიორგი მამარდაშვილის სათადარიგოთა სკამზე დაბრუნებას ნიშნავს. ნახოთ რა სიძახის არნე სლოტი. ალისონი მზად უნდა იყოს შაბათ დღეს სათამაშოდ. ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, ასე რომ თუ დღეს ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ის დაბრუნდება. ალისონის არყოფნაში მამარდაშვილმა პრემიერლიგის ზედიზედ 5 მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. ლივერპული კრიზისშია და აღნიშნული 5 შეხვედრიდან 4 დათმო, ხოლო დასტონ ვილას მოუგო და ქართველმა კიპერმა ამ მატჩში კარიმ შრალად შეინახა. მამარდამ გოლი ჩემპიონთა ლიგაზეც არ გაუშვა, როცა ლივერპულმა ემფილდზე მადრიდის რეალი ალექსის მაკალისტერის ერთადერთი გოლი დაამარცხა. კი, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ლივერპულში ძალიან რთული პერიოდია, რაც მამარდას შედეგებზეც აისახება. რა თქმა უნდა, მამარდას მართლაც ცუდი პერიოდი აქვს, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ყველა გოლი, რომელიც გადის ლივერპულის კარში, არის გიორგი მამარდაშვილის ბრალი. იქიდან გამომდინარე, რომ უდიდესი პრობლემებია დაცვაში და ნახევარდაცვაში, რაც რა თქმა უნდა ზრდის იმის შანსებს, რომ გიორგი მამარდაშვილმა გოლები გაუშვას. წარმატებები გიორგის იმედია, ეს სიტუაცია გამოსწორდება და მას კიდევ მიეცემა შანსი და შანსები, რომ დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია იყოს ნომერ 1 მეკარე. UFC-ს სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ ბრძოლის კვირის აქტივობების ფარგლებში ინტერვიუ UFC-ს ოფიციალურ გვერდთან ჩაწერა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუდან. ძალიან მიხარია, რომ UFC-ს დიდ სცენაზე გზას ჩემ ძმასთან ერთად ვიზიარებ. ადრე მხოლოდ მწვრთნელის ამპლუაში ვიყავი, ახლა კი ჩემ როლს ილია ასრულებს. ეს ძალიან მომწონს. გზა, რომელსაც გავდივარ, ნამდვილად მსიამოვნებს. რომელმა მომენტმა მოგანიჭათ მეტი სიამოვნება თქვენმა გამარჯვებამ თუ ილიას ქამრის მოგებამ. ვერ შევადარებ ჩემ გამარჯვებას იმ ემოციებს, როდესაც მან ქამარი მოიგო. როდესაც ილიამ ქამარი მოიგო, ეს ცოტა განსხვავებული ემოცია იყო. შემიძლია ვთქვა, რომ მისი ბრძოლის წინ ისევ ნერვიულობ, რომ ასე ჩემ ბრძოლებზე არ მინერვიულია. ახლოსაც კი არ ვარ იმ შეგრძნებასთან. როდესაც ილია იმარჯვებს, ჩემში რაღაც ფეთქდება. საკუთარ ბრძოლებში დიდი ძალისხმევას და ილიას ბრძოლებზე კი ემოციურად ვიღლები. ამიტომ ეს ცოტა განსხვავებული ემოციებია. მისი მოგების დროს ისევა, რომ ბოლოს ყვირილს ვიწყებ. როდესაც კოლბი თინქენსთან მოვიგე, ბრძოლის შემდეგ არაფერი მithქვამს. უბრალოდ მადლიერი ვიყავი. ღმერთს მადლობა გადაუხადე და ჩემი გუნდის მიმართ გამოვხატე მადლიერება, მაგრამ როდესაც ილია იგებს, ემოციური და გიჟი ვხდები. ნერვიულობთ თუ არა ამ ბრძოლაზე? არაფერზე ვნერვიულობ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ. ეს არის განსხვავება წინა ბრძოლასთან. ვინერვიულებდი თუ კი ყველაფრისთვის მზად არ ვიქნებოდი, მაგრამ მთელი ამ სამწვრთნელო ბანაკის განმავლობაში კონცენტრირებული ვიყავი იმაზე, რომ უკეთესი მებრძოლი გამختار ვიყავი. ვიცი, ჩემი მეტოქის შესაძლებლობები და ყველაზე მნიშვნელოვანი ის
ისაა, რომ მას როგორც მებრძოლს პატივს სცემ. ეს კი მაიძულებს, რომ უფრო და უფრო მეტად ვიშრომო. ყოველდღიურად საკმაოდ ბევრს შრომობდი და ამიტომ ახლა ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვარ. ბუნებრივია, გამარჯობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახისთვის, ახლობელი ადამიანებისთვის და ასევე ეს ემსახურება ჩვენი პრომოუშენის პოპულარიზაციასაც. მაგრამ ჩემი მთავარი პრინციპია გავაკეთო ეს ყველაფერი ოჯახისთვის და უახლოესი ადამიანებისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მინდა გავაგრძელო იმის კეთება, რასაც აქამდე ვაკეთებდი. გავხდე უკეთესი ადამიანი, უკეთესი მებრძოლი, უკეთესი მწვრთნელი. მინდა რომ ყველაფერში უკეთესი ვიყო და როდესაც უკან მოვიხედები, თქვა, დღეს უფრო უკეთესი ვარ, ვიდრე გუშინ ვიყავ. ეს არის ჩემი მიზანი. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურია UFC-ს მეორე შეხვედრას კატარის დედაქალაქ დოჰაში ბეგზად ალმაჰანის წინააღმდეგ გამართავს. ბრძოლა დღეს გაიმართება და მე მინდა რომ ჩვენ სტილში გავამხნევოთ ალექსანდრე და წარმატებები ვუსურვოთ. კომენტარებში დავწეროთ #ჩვენ გვჯერა, რადგან მე პირადად მართლა მჯერა რომ მარტივად შეძლებს ამ ბრძოლის მოგებას. წინ კიდევ ბევრი სიახლე გველოდება. ჩვენი ფეხბურთელების კარიერები საინტერესოდ ვითარდება. მერაბ დვალიშვილი კვლავ ჩემპიონია, ისევე როგორც ილია თოფურია. ახლა მყარად თავის გზაზე ალექსანდრე თოფურიაც დგას, ვნახოთ რა სიზავს ის დღევანდელ ბრძოლაში. მე კი გემშვიდობებით. იმედია ეს ვიდეო თქვენთვის საინტერესო იყო. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.